მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით და დღეს ყავს საპატიო სტუმარი, პატრიარქის პირველი პროტოდიაკვანი, ადამიანი, რომელიც უწმინდესთან ერთად გაიზარდა, რასაც ქვია და აი უწმინდესმა პირველი აი ეს რო დაიწყო ეკლესიის აღორძინება, ეს ადამიანი ედგა ერთ-ერთი პირველი გვერდში და დიდად პატივსაცემი და დასაფასებელი ადამიანია, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანი ედგა მაშინ უწმინდეს გვერდით და აი ამ ცოტა რაღაცა თითზე ჩამოსათვლ ადამიანებში მამა ამირანაშვილი იყო სულ და ითვლებოდა იქ და დიდი მადლობა მამაო, მადლობა რომ ხართ მამაო ამ ცხოვრებაში ჩვენთან და ესე რომ გვილამაზებთ, თქვენ ხართ პირველი პროტოდიაკვანი პატრიარქის და რა შეიძლება მამაო გაიხსენოთ და რა შეიძლება თქვა პირველ რიგში ვიზი არის მამაო წუხარებას დიახ პირველი იყო მამაო რომელიც დაგვგრძალეთ ქაშვეთის ტაძარში და მე მეორე ვარ მეტი არც პროტოდიაკონი მეტი არ ყოლია უწმინდეს თავარი დიაკვანი ასე რომ დაჩენის არქიდიაკვანი არის ბერი ხო უკვე ხო მამაო დიახ ჩემი დიმიტრი გახლავთ კი მე არის დიმიტრი ჩემო გიორგი დიდი მადლობა რომ თელერს და ქართულ ეკლესიას ჩვენ ეკლესიას უდიდეს სამსახურს უწევ ჩემო კარგო სულ ქადაგებაში ხარ სულ გაქვს დამოკიდებულება სიყვარულის და მოუწოდებ თელერს აი ამ სიყვარულის გაზიარებისაკენ მაგრამ დღეს მე და შენ ცოტა მძიმე დღე შევხვდა სასაუბრო მაგრამ ჭირსა შიგან გამაგრება გვასწავლა ჩვენ წინაპრებმა და მე ცოტა ვეცდები რომ თავში და ბოლოში საუბრისა ცოტა გამოვიყენოთ ჩემი პატარა პოეზიასთან ურთიერთობის რაღაცა ეს თემა. აი ეხლა აი პატარა ჩასანიშნად ფურცელი მქონდა და როდესაც ვეძებდი რა შეიძლებოდა მე თქვა ჩვენი ძვირფასი მსმენელისა და მაყურებლისათვის აი ესეთი რაღაც ჩავიწერე შავი სუდარა გადაგვეფარა სრემლად იღრება მთელი ქვეყანა დაგვტოვა მამამ ჩვენმა გამზრდელმა წემსი კეთილი გარდაიცვალა 10 წლეულები შენ გიგალობდი მხოლოდ შენსა და მრავალ ჟამიერს ეხლა არ ვიცი ბარძიმით ხელში როგორ მიმართავ გლოვარე ჩვენს ერს აი ძალიან დაბნეული ვართ ჩვენც გიორგი გენაცვალე ეს ჩვენთვის ისეთი მოულოდნელობა იყო მიუხედავად იმისა თითქოს უძრურებასაში ინაბრძანდებოდა მისი უწმიდესობა თურმე ის სული სანამ იყო მის სხეულში უდიდეს საქმეს აკეთებდა ეს ბოლო წლები და როდესაც ეს ამბავი მოხდა აი პატარა ბავშვებივით აი ხიდან ჩამოვარდნილი ბუდე მინახავს ხოლმე ბავშვობაში პატარა ბარტყებივით დავიბენით აღარც ასაკი გვახსოვს ჩვენი აღარც თანამდებობები ალბათ ჩემი მეუფეები ვენაცვალე პატარა ბიჭებივით მოცვინდნენ აღარიციან საწავიდნენ საავადმყოფოში საპატრიარქოში ყველა ტაძრებში რაღაც ასეთი მაგრამ მე მინდა ყველას თხოვო რომ ცოტა დაავლაგდეთ და ეს ჭირიც ვაშკაცურად გადავიტანოთ იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი თუ ასეთი სოფლიო დონის საოცრება იქნებოდა აი გურწფელად ვაღიარებ და გაოცებას ვერ მალავ რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ქვეყანა არც რელიგიური წამსის სხვადასხვა კონფესიები არც ქალი, კაცი, ბავშვი, დიდი, პატარა დაიძრა საქართველოსაკენ და ასეთი რამ მე უკვე 80 წელს მიღწეული ბაბუა ვარ ასეთი რამ რამდენი ვინმე გაგვისტუმრებია პიროვნება მაგრამ ასეთი რამ არ მინახავს იმიტომ რომ
თურმე ვინ ყოლია ჩვენ გიორგი ჩვენი მართლა მე მოფერებით მარტო რომ შევიდოდი ხან ბაბუკას ვეწავთ ხა გაჩერდი კაცო მეტყო და მოხელა და გაიხედა გამოიხედა და ახლა ბაბუკა იმიტომ რომ მოფერების აი სიყვარულის ბაბუა იყო და არა მარტო ჩემთვის და ჩვენი სასულიერო პირებისთვის არამედ ეხლა გამოდიან სხვადასხვა ტელევიზიებში მეცნიერები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ყველანი თავის სიტყვას ამბობენ, არიციან ზოგმა რა თქოს, მაგრამ მე ჩემო მაყურებელო და ჩემო ძვირფასო შვილებო, როგორც კი მისი უწმიდესობა პატრიარქი გახდა, მან იქვე დაიწყო შეკრება, განახლება აზრებში და სიონში იმ წელსვე შეაგროვა კონსერვატორიის ჭაბუკებისაგან ვაშთა გალობელთა გუნდი და მე ჩავეწერე რა თქმა უნდა მაგრამ სასწრაფოდ მომიწია ავსტრალიაში გასტროლებზე წასვლა და ერთი წელიწადი დავაგვიანე სიონში მისვლაზე რომ მე 79 წლიდან სიონის ჯერ მგალობელი გახდით მერე მოხდა ესეთი წინვალე დღე დავით აღმაშენებლის გალობანის სინანულისანი ჩემ ნათლთან ჩემ ჯონი ჯანჯალაშვილთან ისიც გალობდა ჩვენ ვაშთა გუნდში და წავიკითხეთ გალობანის სინანულისანი ეს დიდი სპექტაკლი იყო სპექტაკლთა შორის რომელიც მე 20 წელის სცენაზე განმისახიერებია და აცრემლებული სიონის ბრეული პატრიარქმა მიხმო მასთან და ამას უცბად ვიტყვი და ბატონო ამირან ეხლა სანამ სასულიერო პირიგა არ არსებობდა ვინმესთვის მიემართა სახელით რაღაც სად პოულობდა ასეთ ენერგიას ასეთ ზუსტად მითითებასთან ამ ბატონოში სიყვარული და ირონია ერთად როა საყვარელი მამა რო გეტყვის ამირან ჩვენ ძალიან მოგვეწონეთ და იქნებ თქვენ პროტოდიაკონი გახდეთო სიონის ტაძრისა და მოვიფიქრებ მე კიდე ეს ფიქრი 1-2-3 წელი მეტი გაგრძელდა და მე მისაყვედურა როცა თანხმობა მივეცი და მეუბნება რამდენი ფიქრი გწოდნია კაცო შენა და ეს ფიქრი მართლაც რეალობად იქცა და უწმინდესი ასეთი გახარებული აი ღვთის წინაშე ვამბობ საყვარელო და თავის მომსახურე პერსონას, თავის გოგონებს, ქალბატონებს, ფრეილინებს თუ მონაზვნებს თუ რაც ქვია, მაგათ აი დაუძახა ყველას და ეუბნება რომ პრინცი მოვიდა ჩვენთან, პრინციო და ისეთი გახარებული ჩამოყარა მატერიები. ჯერ უწმინდესო მეთქი, რა დროს შეკერვა და შესამოსლებია, მე არც ხუცურს ისწავლი, ყველაფერს ისწავლი და მართლაც ასეთი სიყვარულით მიმიღო მან უდიდესი სიყვარულით და ეს იყო 87 წელს ხო მამა ეს იყო უკვე 87 წელი კურთხევისა ჩემი პროტოდიაკვნად ესე ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ვარძიაში ნინოობის აღნიშვნის შემდეგ წირვა ჩავატარეთ ვარძიის ღვთისმშობლის ახლად შეკეთებულ ტაძარში აღდგენილ ტაძარში და იქ იყო მთელი საქართველო ჟურნალისტები რაღაც და როდესაც გამოცხადდა პატრიარქმა გამოაცხადა რომ დღეს ჯერ მაკურთხა რა თქმა უნდა და მე ხალხს ქადაგებაში უთხრა რომ ჩვენი ეკლესიის პროტოდიაკონი იქნება ამირანაშვილ და ხალხს ეგონა რაღაც დიდი თანამდებობა მოდიოდნენ ჟურნალისტები ატყდა ერთი ამბავი და მე მეუბნები არა ვარ კაცო მე არაფერი არა ვარ რაღაც ახლა ნუ მაინც დიაკონი პირველი საფეხურია სასულიერო იერარქიაში გენოცვალე მაგრამ ასეთი სიყვარული თუ ჩვენ დუეტს თუ შეიძლება ასე ითქვას თქვენი დუეტი თუ ასე შედგებოდა არავის არ ეკონა და მთელი მსოფლიო შემიძლია გითხრათ რომ რა ვიცი ეს ევროპა იყო ეს სტამბული იყო მიუნხენი იყო თუ სადაც ჩავიდოდით ჟენევაში მსოფლიო პატრიარქი მაშინ დემეტრიოსი იყო ამ კურთხევის როცა ტრაქტატს გვიმზადებდნენ და ჩვენი პატრიარქი იყო მსოფლიო ეკუმენური საბჭოს პრეზიდენტი ჟენევაში და იქ დავდიოდით ხშირად
ერთხელ ისიც კი თქვა რომ მე ძალიან მაქებდა რაღაცნაირად და მათ ამამებდა ძალიან და ქალბატონმა კითხა რომ თქვენ ხშირად ხმარობთო ტერმინსო ქართული სული და სულია ახლა ქართული სული რა არისო და მე ამ დროს ტრიბუნასთან დავამთავრე ჩემი გამოსვლა დავალებული მქონდა რაღაც ლიტურგიული ნაწილიდან გაალობის როლი ქართულ ლიტურგიაში საერთოდ ზოგადად ლიტურგიაში და როდესაც დავამთავრე პატრიარქი მოbrunდა და ჩემსკენ გამოიშვირა აი ეს არისო ქართული სულიო და ყველა მტაში დაგვიკრა და რაღაც ოვაციებით ერთად განგვიცდია უდიდესი გამარჯვებები ჩემო კარგო და რაც შეიძლება აი წვრილმანებს მე ორჯერ დავასახელებ თავარ დეტალს ეს არის პირველი როდესაც 5 კაციდან 5 კაცი ვიყავით, როდესაც დედა ღვთისმშობლის ივერის ღვთისმშობლის ასლი ჩამოვაბრძანეთ საქართველოში. და ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ამ 5-დან მეც გახდით, 4 ახლა მიტროპოლიტია, ყველანი კარგად არიან, ღმერთმა კარგად ამყოფოს და ერთად ასეთი პატარა იუმორის თუ შეიძლება ჩართვა, რომ ეს ხატი დიდი ამბით შეგვიმოსეს წაბლის ლამაზ შესამოსელში აქეთ იქით და ათენში რომ ჩამოვედით მიტროპოლიტმა ზომაზე მეტი საჩუქარი გაგვიკეთა და მე სადამე ხარჯა არ ვიცოდი და ქუჩაში რო ჩამომაცილეს მაღაზიიდან ვა რა კარგი ველოსიპედები გაქვთ მე კი ბავშვი მყავდა 1-4-5 წლის ჩემი ბიჭი ეხლა ამერიკაში არის და პატრიარქს ძალიან უყვარდა სხვადასხვა სულ მეკითხებოდა გიგა როგორ არის გიგა ხო და თუ შეფუთა ამათმა და გამომატანეს ისევე ასეთ ლამაზ ოღონ მუყავოს ყუთში ეხლა თვითფრინავზე რომ ჩამოვედით რომ ვამოკლებ და ეს ხატი აეროპორტიდან სიონამდე წამოაბრძანეს ხელით, მაგრამ ეს მეორე ამაზე დიდი იყო, ცოტა ესეთი. ესეც ორ სტიქაროსას უჭირავს, ჩემი გიგას ველოსიპედი და მოაქვთ ახლა მე ვეღარ თქვი, კაცო ეს ველოსიპედია გაადებოდა. ხოდა და მოგეწონა სხვა მე ტაქსი დავიჭირე, მოვადი სიონში, დაღლილი ვარ და ფეხით ვეღარ ვიარე, რა თქმა უნდა და მოვედი ველოდები და როცა მოიტანეს და გახსნა ერთი ამბავი და ამ ხატზე დიდი ამბავი მოხდა ახლა ხო იცი როგორ ძიციან აი დღეს როა ესეთ ხალხმრავლობა რაღაცა და უცბად ამ მეორე ყუთს დავავლე ხელი და წავიღე სად არის ეძებენ ნუ ეს რაღაცა ისეთი და პატრიარქს უთხარი ეს თქვენ უწვდესობა გიგას ველოსიპედი იყო ძვეროფული მაჩუკე დიქიდან შევიძინეთ მეთქი რაღაცა და ესეთი რაც შეეხება აი ერთად მოღვაწეობას ჩემო კარგო განსაკუთრებით აღსანიშნავია როდესაც დამოუკიდებელის ტრაქტატზე მუშაობდით უწმინდესისა და ჩემს გარდა და თამრიკო ჩვენი თარჯიმანი გახდა თამრიკო მეცამარ მესხიბწყინვალე ბერძნული ენის პროფესორი და რაღაც და ერთ სიტყვას არაპატიებდა იმ რო გამოგვიგზავნიდნენ აი ესეთ გაგწე მე აქ ნახავდნენ კომპიუტერში არა ამაზე ატყდებოდა ერთი ამბავი გავიქცევოდით შევასწორებიებდით რაღაცა და რამდენჯერ ვინიცის რამდენჯერ მოხდა იქ ჩაბრძანება ამასობაში ეხლანდელი სოფლიო პატრიარქი რომელიც აპირებს ჩამობრძანებას მე მგონი მისი უწმიდესობის გასაცილებლად ბარტლომეოსი ისე დაგვიმეგობრდა გაგვიშინაურდა რომ ბარტლომეოსმა მე რო დღეს ვზიბარ აქ და საქართველოში ვარ უდიდესი როლი ითამაშა ჩემ სამშობლოში დაბრუნებაზე იმიტომ რომ იყო იქ რაღაცები ახლა მას ჩვენ აქ არ განვიხილავ და არ ვიტყვით ასე რომ მე აი რაც შეეხება იქ აღვნილ უცხოეთში ერთად რო ჩავდიოდით აი მიუნხენში მაგალითად ჩვენი სათვისტომოს ნახევარზე მეტი მოუნათლეთ ნათლულებიც ვყავს გერმანიაში ხო რიჰარდ ვესტის ცოლი თამარა მესხი და მისი ვაჟკაცები და რაღაცა და პატრიარქის 90 წლის თავისადმი ცოტა ვიანგარი შეგლა მათემატიკაში სუსტი ვარ ძალიან მაგრამ მაინც და სადღაც 3000-4000-მდე წირვა გვაქვს დაყენებული ზოგადად აი ამ 45 წლის განმავლობაში
რაც ერთად მაშინ 45 ეხლა უკვე დაემატა ამას წლები კიდე ეს იყო 90 წლის თავზე მისი უწვიდესობისა აქედან 250 300 მარტო დღესასწაული გვაქვს ერთად ჩატარებული სადღესასწაულო წირვები როგორც საზღვარგარეთ ისე ჩვენთან და რა ვიცი და რამდენი უცხოეთში გერმანიაში წირვები რამდენი წირვები აი სხვადასხვა ქვეყნებში ეხლა რუსეთში აღარ მინდა ვისაუბრო მე რუსეთმა ჩვენი ეკლესია თავის იუბილეზე საქართველოს პროტოდიაკონი დააჯილდოვა საუკეთესო მლოცველი ხმა მართლმადიდებლობაში ესე რუსულად კარგად არხი დემეტრე ხო ლუჩი მალიტვენი გოლოს პრავოსლავი რაღაცა და თუ დემეტრე მე რა თქმა უნდა მაგრამ ეს მე კი არ ვიყავი ჩემი პატრიარქისთან სრულიად საქართველოს ისე მალა უნიკალური ყველაზე მაგარი ხმა გაქვს ხო ასეთი ჯილდო მე მგონი სასულიერო პირს საზღვარგარეთ არ ქონია რაღაც ასე რომ ყოველი ჩემი წარმატება და ზოგჯერ ჩემო გიორგი შენ დაღლილი ხარ კიდე პირიქით გისმენთ მიკროფონთან ძანდები და ზოგჯერ იცი მე რაღაცებს წერ ერთი 6-7 წიგნი მაგ რაღაც დაწერილი და ჩემ თავს ვადარებ როდესაც ეხლა ბზობა ახლოვდება და ბზობაზე რომ მაცხოვარმა კვიცი ცხენი ვირი რომ მოითხოვა თავის კვიციანდა და რო შეჯდა ზედ და რო უყრიდნენ ამ ტანსაცმელს აჩუქრებს რაღაცას მეთქი ასე გამომდის მეთქი ვირის როლში გამოვდივარ თქო რომ პატრიარქს პატიცებენ მე თამყვებოდე და არ არსებობდა უწმიდესის რაიმე ეჩუქნიათ პატრიარქი იწუჩი ჩემჩებოდაში დებდა ყველაფერს თვითონ ეხლა საჩუქრები და ეს რაღაც მაგრამ ეს სახალხოდ ვიღებდით ამას დიდი სიყვარულით და ასე რომ აი ეს ყველაფერი დაფასება და სიყვარული რაც მეც თან მახდა მისი უწმიდესობის პარალელურად ეს მისი დამსახურება იყო ასეთი ტერმინი არსებობს ცაგარელს უყვარს ხოლმე რო ამბობს რაღაცებს პიროვნებებს შარმიანი მე ახლა სახიობებს ვიცნობ სოფლიოს ბევრ სახიობებს ირადად იმიტომ რომ ავსტრალიიდან ერთ-ერთი წამყვანი ხმა იყო წარმოვიდგინე ხო ავსტრალიის ოპერის სახლიდან დაწყებული Sydney's Opera House იქიდან დაწყებული რა ვიცი მე ამერიკასა და ევროპის ყველა თეატრებში ნამყოფი ვარ ინდოეთში სინგაპურში და იშვიათად ასეთი მომხიბლავი აი ქართველებს კარგი სიტყვა იმას დაინახავდა ადამიანი კი არა ცხოველებს აჯადოებდა აი ადამიანს ახლა ცნობები გვაქვს და უფრო ტოლვა გვაქვს აუ რა მასია რაღაცა ახლა ცხოველზე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრა მოსკოვში ვიღაცა ქართველმა დაურეკა ეტყობა შეძლებული კაცი იყო ესეთი მეორე დილას უთხრა ამადან ბაღში შევხვდეთო ნუ ჩაიკა გამოვიძახე გავედით ამ პარკში და ზივარ ეხლა კაი სისხამიტილა გაზაფხულია რაღაცა სოფთა ჰაერზე და შველივით მორბის აი ამ სიმაღლე ფეხებზე ზაღლი რაღაცა ჯიში აი მაღალი ზაღლები როა გენოცოლე და გავიქეცი მე მოუხია და მანქანაში შევარდი სადგარბი ხარ კაცო მოდია რა მოვიდე მეთქი მე ზაღლების მეშინია უწუნდა ამან დაჯდა ესე შეახტა კალთაზე ეს ზაღლი მოეფერა ჩაიხუტა გავგიშდი კაცო მეთქი პირველად ნახა მერე ის ზაღლი ჩამოუყანეს უწმინდეს და კარგახანს ყავდა აქაც მეორე რაც იყო აი დიდი წმინდანის დადიანის კურთხევა იყო ფოთში ძეგლი დაიდგა და უზარმაზარი ზეიმი გამართა ნუგზარი იყო მაშინ ჩვენი ფაზისის აკადემიის და აკადემიის პრეზიდენტი გახდა თაკ ნადარაია და იქ იყო მაშინ გამგებელი და საადმოძებნეს ესეთი არაბული ცხენი აი თვითონ რო არაბები გიждდებიან ესეთი ულამაზესი თეთრი ერთი წერტილი არ ქონდა არცად შავი და ამხედრებული ახლა მეგრელებს ცხენი უყვართ ჩემო კარგო და ამ სცენის ქვეშ შემოაგევლა ამ ბიჭმა თეთრი ნაბადით რაღაცა და მოფრიალებს ასე და ვაიმე მე ახლა საწავიდე უწმინდეს ხომდო დავიცვა კაცო გვერდში დგევარ სცენაზე ვარ და თან ვეფარები და თან ვიმალები აღარ ვიცი და
მოიცა ამირან რა შევატყო პატრიარქმა რა იყო კაცო აი ნახეოდა ეს აბრიალებს შავ თვალებს აი თეთრი კამკამა და შავი დღელა თვალები ჩავიდა და ესე მოუთათუნა ცხენს და ცხენი გაქვავდა ქანდაკებასავით აი მე გავგვიჟდი უწმინდესო მე გვაჩუქეს და კინოსტუდიას აჩუქა უწმინდესმა მაშინ ცხეიძე იყო დირექტორი ბატონერეზო და ბატონერეზოს და მე უთხარი ვარსკვლავი გახდება მეთქი და მართლაც დათა თუთაშხიაში და იმაში იყენებდნენ ამ მართლა მაგ ცხენზე არის თეთრი ცხენი იყო ვარსკვლავი იყო და მე არეულობა რო იყო ცოტა დაიკარგა სავით ეს ცხენი მაგრამ რატო ვამბობ რომ მას თუ რამე საუკეთესო ქონდა თუ რამე საუკეთესო სიტყვა შეიძლება და მოეწევნა თავის ლექსიკონში სიტყვათა კონაში არაფერს არ დაიშურებდა იმიტომ იყო რომ ასეთი თაყვანის ცემა ასეთი პატივის ცემა ასეთი ერთი ღიმილით რომ გადახედავდა ამბიონიდან მთელი მრევლი ბოდიში პირდაღებული შოშიებივით შეცქენოდა შეციცინებდა იმერლებს უყვართ ეს თქმა თვალებში უყურებდნენ პატრიარქს და ეხლა ეკლესიაში არ შეიძლებოდა ტაშის დაგვრათორე ალბათ ესეთი ოვაციები იქნებოდა ყოველი სიტყვის დამტავრების შემდეგ რომ დაინგრევოდა იქაურობა ჩემო ძვირფასებო რა ვიცი რაც შეეხება ეხლა აუცილებლად ამ ტრაქტატის ჩამობრძანებაზე მინდა ერთი პატარა ფრაზა ჩემო გეორგი მოსკოვში აქედან ჩაიკევით გაგვაცილეს ყველაფერი და სასტუმრო აღებული მქონდა ის დღეები რაც იქ უნდა ყოფილიყავით იმისი გადავიხადე წინასწარ და უწმინდეს კარგი სამოთახიანი სასტუმრო მქონდა მიღებები მქონდა იქ სტუმრები ამოდიოდნენ რო ჩამოვედით პატრიარქის ნომერიო დაგჭირდაო და გავიხედე უწმინდეს ნომერი არა აქვს სასტუმროში და უცბად მეუნდება მოვარდი ესე და უწმინდეს ესეთ მდგომარ შენ ხო გაქვს ნომერი კი წადი შენო ბორიას და ვიღაცა თარჯემანი ვიციყო წადი შენ ბიჭებთან დაეწინებ და მე ერთ კაციან სასტუმრო თავარია ჩვენ ეს აქავაკო რაზედაც სასტუმროს ამნიშნულობა აქვს მე ბერი ვარ ხო არ გავიწყდებაო და ისეთი დღე გავატარეთ თბილისიდან ერთი თვითმფრინავი პურმალი ჩამოვიდა და მოსკოვში ისეთი ტრაპეზები გაიშალა რომ ვიღას ახსოვდა ახლა 60-ოთახიანი ნომერი თუ 2-ოთახიანი იმ ხელა ზეიმით ჩამოვიტანეთ ეს ამბავი ეს დიდი შრომის დიდი სიყვარულის ბართლომე თან ყვებოდა შეიძლება ეთქვას ახლა აღარ ყვები იქ როგორ 1000 რაღაც ნიუმანსები იყო ცოტა მამღერებდნენ ხოლმე პატარა ბავშვით ამირა ხوار იმღერებ ხოლო შენ ერთს რაღაცას და მეც კიდე დადგებოდა რაღაცას და ნუ სიყვარულის ზეიმე ყველაზე ძა რომელი სიმღერა გახსოვთ რომ ყველაზე მეჯერ გთხოვ ეს იყო ეს ხოლო შენ ერთს აი ეხლა რომ ხოლო შენ ერთს მრავალჟამიერზე მინდა გითხრა გიო ჩუმად მივეცი კეონში მე რამდენჯერმე ჩავატარე წირვა და ჩემი წირვა იუნესკოში არის დადებული ჩემი კი არა ჩემთან ერთად პროტოპრესვტერი შალამბერიძე იყო მთელი გუნდი 3 გუნდი იყო წამოსული და ესეთი წუხრი ცისკარი წირვა ჩაიწერა გერმანელებმა და გადაცეს მთელ ევროპაში და მისცეს იუნესკოს როგორც ნიმუში ქართული წირვისა თავიდან ბოლომდე მე აქაც ანზორ ერქომაშინა საქართველოშიც გააკეთა უკვე კომენტარების გარეშე და სუფთად რო და იუნესკოში 2 წირვადებს ჩვენი ქართული წირვები და რა თქმა უნდა მე მონაწილეობდი ამ წირვებში პატრიარქის კურთხევით და დიდი სიყვარულით იმხელა ავტორიტეტი მაგრამ რაც ახლა ხდება აი მე ვერ წარმომედგინა მეთქი ვიძახი და როდესაც 90 წელი შეუსრულდა მის უწმინდესობას მოგძალებულად ვერც კი გავბედე მიმეტანა მისთვის ძალიან ასე რომ კაცი გეფერება ასე რომ ადამიანობას და სიყვარულს რა ვიცი რომელი мама ერთხელ თქვი კიდევაც მე მომერი და ჩემ საყვარელ ხორციელ მამაზე უფრო დიდი мама მაჩუკა ღმერთმა მეთქი რაღაც ესეთ სიყვარული და ნუ სასწრო იყო ჩვენი ეს ურთიერთობა და მაინც გავბედე და ეს წიგნში შევიტანე ეს ლექსი და თუ შეიძლება რომ კი პირი თუ შეიძლება პირიქით 90 წლის იუბილესა და 45 წლისადმი მისი პატრიარქობისა ეს ცოტა ადრე დაწერილია
ზეცით მიიღე საღმრთო მადლი დიდო მეუფეო არწივზე მდგარმა შემოუფრინე მთელ საქართველოს და შენს ქვეყანას უქადაგე ღვთიური სიბრძნე ელის რჩეულო იბერიის საჭეთ მყრობელო 90 ჩერმზის გარშემო იარე რწმენით 45 წელიწადი მიტრით და კვერთხით შენ შემოყურებს მთელი ერი წყემსო კეთილო კათალიკოსო პატრიარქო ნაკურთხო ღმერთით ათეისტების ეპოქაში დღედაღამ ლოცვით ბრევლის მოგცევა ტაძრად მოყვანა მაინც შესწელი აკადემია სემინარია თბილისს გადმოდის მცხეთიდან და კომუნისტების უმრავლესობაც ჩვენსკენ გადმოდის ეს იყო დიდი გამარჯვება ისე დაიწყო აღორძინება ქართული სულის თავისუფლების ვარსკვლავებით აინთოს ეცა ბევრი ბიომედ ბევრმა სისხლით დაგვეღრევინა უფალმა ღმერთმა ბევრჯერ მტერი აგვაგვევინა ვიცით იესომ კარგად იცოდა მისი გამცემი იუდა ღვთისგან დაშვებული იქნა მოციქულებში ჩვენთანაც გაჩნდნენ იუდები გამყიდველები ვინც გაიხლარდნენ ცოდვებში და 30 ვერცხლში კაცმა სიკეთე უნდა ეძებო ადამიანში თვით შემოქმედი და პატრიარქი ამას გვასწავლის საკუთარ ცოდვებს ჟობს მიხედო ძმის გამკითხველო დიდ სამჟავროზე ღმერთმა შეგინდოს ცოდვის მტვირთველო დიდნო წმინდანო ივერიის მარად ფარველნო დედავო ღვთისაო წმინდა გიორგი ქალწულო ნინო ღმერთს შევავედროთ უწმინდესი და უნეტარესი რომ იბერიის დედოს არმა კვლავ მაგრად იგრგვინოს ეს იყო ჩემი მოფერება მისი უწმინდესობისადმი და რა ვიცი მოგონებები რამე შეკითხვა არა გაგდგიო კი როგორ არ მაქვს მე უბრალოდ ისე საინტერესოდ საუბრობთ მართლა გეუბნებით რომ აი ხო იცით რომ რაღაცას რომ ნანოფ რო და აი რას ნანოფ იცი რომ აი აქამდე როგორ არ გიწევდით ხშირად თორე გიწევდით ხოლმე საოცარი მოსაუბრე ხართ ისეთი რომ ამო აი მართლა მე რო დამადუმებ წარმოგიდგენთ მართლა საოცრება ხართ და თან კი აი თითქოს გააცოცხლეთ პატრიარქი და ძალიან დიდი მადლობა რა ის არ მომკვდარა შვილო ხო მაგრამ პატრიარქი ფიზიკურად მაგ სალოცავებში ახლა უწმინდესი ბართლომეოსი და პატრიარქი მე სხვა მთავარი კი მყავდა ბათუმში 1-2 ჩემი საყვარელი ძმები მაგრამ უწმინდესმა მითხრა მე გაგიშვი შენ ბათუმში და მე გადავწყვეტ როდის დააქტოვო და როდის წამოგვიყვანო თბილისში ასე რომ უწმინდესის გარდა და ბართლომეოსის გარდა მე შეიძლება ითქვას ესეთი მთავარი როგორცაა ესეთი რაღაცა მე თითქმის სამყოლია და ამით უბედნიერესი ადამიანი ყოფილ ვარ ნელ-ნელა ეხლა გებულობ მე ამას შემოსაყვარელო და აბა შენი შეკითხვა რაში მდგომარეობს ჩემი შეკითხვა რაში მდგომარეობს იცით მამა აი მომავალში უწმინდესის გარეშე რას ვინანებთ ჩვენ რომ აი რა ვერ მოვას ეხა მე მაგალითად აი ეხა თქვენ რომ საუბრობთ მამაო თქვენი ლამაზი საუბრით ხო ნანოფ იმას რომ ბევრჯერ შემეძლო რომ მომეწვიეთ და სამწუხაროდ რაღაცა ისე არ მოხერხდა და ეხა აწი გავითვალისწინებ ამას გამოვასწორებ მაგრამ ყოლი აუცილებლად მამაო სულ მყავდა მაგრამ არ ვაწუხებდი ხოლმე იმიტომ რომ იმდენად რიდი მქონდა მამაოსი იმდენად რაღაცა პირიქით ჩვენ ხალხი ხილდებოდი დიახ მოყვეთ ის მაღლა რომ ვისაუბროთ სულ რას ვინანებთ ის კაც ადამიანური უწმინდეს ქონდა ძალიან იყო ბავშვი ბავშვთან პატარა ბიჭებს ამეცადინებდა ხოლმე გალობაში და ისე გაერთობოდა აპაცმი ეთყოდა ტონალობას მე ახლა ის შეუსწორებდა გუნდის ხელმძღვანელი და ერთად გალობდა ბავშვებთან ერთად ხატავდა რა ვიცი მოსკოვში სიარ ჩავიდოდით როგორც კი ყოველთვის ბილეთებს რა ვიღებდით უცხოეს სასასვლელად 2-3 დღე ამირან გაიქეცი დიდ თეატრში რა გადის ნახე ხო და ჩვენი სოტკილავა და მაყვალა ხასაშვილი დღესაც იქ ბრძანდება და ავიღებდით ბილეთს და ლოჟაში გენაცვალე რო ვეტყოდი პატრიარქ ხელად
თავის იმიდან გვაძლევდნენ გადადებული ბილეთებიდან და ვიყავით დიდი თეატრის ძალიან მაგარი მაყურებელი, ასე შეიძლება როგორი კულტურად, როგორი დახვეწილი ადამიანი. ეხლა ამ ოპერაზე მინდა ცოტა ხიმილი შემოვიტანო. ეხლა ამ კულტურას ის ფლობდა ბუნებით, შემდეგ მისი კულტურით განათლებით ასე შემდეგ, მაგრამ უნდა და აქაც ზოგიერთები გამოეფხიზლებინა. ეს შეიძლება სინოდის წევრი ყოფილიყო, შეიძლება დეკანოზი ყოფილიყო ვიღაცები და ორ კაის შემთხვევაში შეიძლება სანამ ჯერ ხო გვაქვს ცოტა დრო. კი, როგორ არა, კი, არის 20 წელი არის მეუფე. არ მომბობ აღარ არის ცოცხალი. ჩემი უსაყვარლესი მეუფე იყო, მაგრამ ცოტა შაქარი აწუხებდა და ისეთი საყვარლელი იყო, სადაც დაждდებოდა. ასე ჩაიძინება. მე მაფრთხილებდა ამირან ჩემი გამოსვლა რო იქნებაო ესე თქვიო და ხელად გავიღე ხო და ახლა ამას ღოვერი თქვი და წავედით ერთად თეატრში და რა მოიფიქრა პატრიარქმა ვენაცვალე რა სასაული იყო რა მომცა მომპასი კამფეთები რო არის კინის ხუთებში ხო იცი და ფერადი ისა ფერადი კაკლები ყრია კარგი რა კამფეთი და ამირან მე უფრო ცოტა რო იზამსო ჩვენ რო ვიცი და ესე გაარიხიდე და მიაწოდეო ხო და ეს ამ დიდხანს არ დამჭირნიან უგესინია მაგისისა და აიწყო რაღაც ოპერაზე ვართ ინგრევა იკავრობა ასიო კაცი უკრავს ოპერა მიდის გიგიგი და წავიდა ესა წავიდა ბაბუა და პატრიარქმა გადმომხედა ეს კარგი ხო და გავხსენდა მე ხო არ მიირთმევ ხო ეხლა და მიიღებო სადავარო კაცი ასე რომელი იყო გეხეწე არ ვიცი შევინახა და ეს რომ მამასავით მიყვარდა ეს კაცი ისეთი ბუჩუნახელები ქონდა რაღაც სულთა ჩემ მამიკოს მაგონებდა და ხშირად მაგის ეპარქიაში რო გავივლიდი არ მიშვებდა ბათუმში სადიზე ჩემთან უნდა დარჩე შვილო ჩემთან და რაღაც საყვარელი და მეორე იყო სვეტსკი დეკანოსი თეთრი საროჩკით რო დადის და ესენი ისწავლა ლაკის ტუფლები რაღაცა დაბალი წვერი აკეთიკით მაგარი მწიგნობარია ეხლა აი შეხო ვარ მაგარი თეოლოგი მაგრამ ის აწובה რო ეთქვიან ბოლომდე რა კი გამბოდიში რუსული სიტყვა წამომწდა ხო და წაიყვანა ეხლა ეს იცის იმის ბიოგრაფიაც არ არის ნამყოფი ოპერაში არაფერი არ იცის ეს და წაიყვანა გემილ გილელსი იყო ჩამოსული მე რამდენჯერმე მაგარი კაცი ვაშკაცი და უკრავდა ფორტეპიანო როიალზე ანგრევდა რა და ოპერა გადაწყენილია და ესენი ზიან ახლა ეს გაწყებილი ზის ესე ლამაზად ვიცე ჩაცმა რამე ისწავლა ყველაფერი და უყურებს და ასე გაშტერებული უყურებს ყველამ დაუკრა ტაში გაიხედ გამოიხედ ამანაც დაუკრა ტაში ხო და ეხლა არ მიხვდეს მაგრამ მაგას საცალია ჩემს აყურებლად ძალიან დაკავებულია და არა ნახავს ხო და ესა მოგეწონა სახელით მიმართა მოგეწონა მამაო აღარ მამობს სახელს და თქვენო უწმინდესობა როგორც იცის ესე ლამაზი ლაპარაკი ძალიან მომეწონა რა წინვალე იყო რა დიდი ეხლა სიტყვები ხო იცის რაღაც ესე უნდა თქვა წინვალე დიდებული მშვენიერი მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე რა ვერ გაიგე ხო და რო უკრავდაო ეს ხელები კი კარგიო იმაზე კლავიშებზეო კლავიშები იცოდა მაგრამო აი თავს ასე რატო აკეთებდაო თავს აი ვერ გავიგეო რა ესე იგი თავს ახლა კონცერტს რო უკრავს ამაზე აკეთებს ხაეზე მოკლედ აი ესეც ზდიდა გენოცვალე არა მარტო თეოლოგიურად არამედ მინდა აი მაგალითები მამაო როგორ მაგალითს მისცემდა ადამიანს მოწყალები ყველაფერს ასწავლიდა ყველაფერს აი ესე ჩემოკარგო ერთი დეტალი მინდა გითხრა საყვარელო ძველი საპატრიარქო რო იყო დიახ სიონის ეზოში და გახარებული ახლა ეგ როგორ გავხსენით აკადემია და მე დოცენტი კაცი კათედრის გამგებიყავი პედაგოგიურში მოვედი და გამოვეჭიმე პირველ სკამზე მეც უნდა ვისწავლო აკადემიაში მეთქი ისწავლე კაცო მე რა რაღაცა ძალიან მართლა მინდოდა და ეს აკადემია გაიხსნა აკეთიკით და უხაროდა უწმინდეს და ყოველ დილით მას ჰქონდა აიბანი ძველი მასე აკეთკენ სიონისკენ გადმოსახედა ფარდა იყო ჩამოფარებული ესეთი და ფარდის უკან მაცხოვრის დიდი ხატი ბრძანდებოდა კედელზე და ჩვენ მაინც ვიწერდით პირველ აკადემიაში რომ შევდიოდით სტუდენტები მაგრამ თუ ფარდა გაიწეოდა
ამას ვაკეთებდით, მაგრამ ხედავდით, რომ პატრიარქის ხელი გამოყოფდა ფარდიდან ასე და პირშორს გადაგვსახავდა და ბავშვი არ შედიოდა აკადემიაში სტუდენტი, არც სემინარიის, არც აკადემია, მე რაღა ბავშვი ვიყავი, ამ ყველა 40 წელს მიღწეული კაცი, მაგრამ ბავშვი ვით ვიყავით ყველანი, მისთვის ხო შვილები ვიყავით და აი ესე ყველას გვეფერებოდა. მე შევეხვეწე ასკეტიკა მეთქი, თქვენ უწმინდესობა გეხვეწები მეთქი, რუსულად გვასწავლის მეთქი, კარედინი მოვიდა და ასკეტიკა ეტა რაღაცა დაიწყო რუსულად, არა და გამზადებული მაქვს რეული კონსპექტი უნდა ჩავიწე. რა ასკეტიკა მეთქი, კაცო, ქართულად წაიკითხე მეთქი იმას. მამაოს ცოტა ესე უხეშად უთხარი და მე ქართულათო არ მეკერკებაო და მაშინ კარგად იყავი მეთქი, არ დავდივოდი მასკეტიკაზე. და პატრიარქთან ამოვარდი და შევეხვეწე ერთი ლექცია წაიკითხე მეთქი უწმინდესო. რომ სტუდენტებმა გნახონ მეთქი, რა თქვენ რომ დაბრძანდებით, გაგვეხუმრებით, თან ამ ასკეტიკაზე გვესაუბრებით. ასკეტიკა ხო მაინც ბერული და ამხნის ბერი იყო და რა გამოცდილება მოსკოვშიდაც და სოფლიოში ესეთი ქონდა და მაგრამ არაო რა არ გამოვიდა და არც მე დავდიოდი იმ ასკეტიკაზე ჩემო საყვარელო. ესე რომ მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც ამორ შემთხვევაში ერთი ჩემი მისვლის დროს ცრემლები რომ მოერია, მეორე როდესაც განვაცხადე რომ თუ შეიძლება რომ მე მოვძებნე მეთქი. აი ჩემი დიმიტრი დიდუბეში მე დავითნეობდა შესანიშნავად. თქვენ შეამჩნიეთ მამოარხი, დიდუბეში იყო ვიცი ხო? ხო, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ. ეხლა და მაგარი კაცია რა. მე მოვიყვანე. ძალიან მაგარი ძალიან უყვარვარ და მეც ნუ რო არ მყარებოდა არავის ჩემი. ხო და მოვიყვანე. ხო და ხუმროს მამო. მე რომ მოусმინა უწმინდესმა ყოჩა ყავირა რა კარგი უკვე შეიძლება ფიქრიო სენს ხდობაზეო და ასე შემდეგ ცოტა უცხოეთში წავედი და პარიზიდან ჩამოვედი და ერთ კვირაში მაკურთხა რა ასე რომ ეს ამბები ჩემო ძირფასებო საოცარი იყო მე ხდობაში გიორგი მე როცა ბათუმში გამიშვა პატრიარქმა იქ რაღაცა დავაშავე რა ალბათ და დაჟამუნდოდა ჩემი და ესეც მართლა ძალიან მაგარი ის იყო და ჩამოვედი ახლა და ვინც ბრძანება დაწერა ღლისთვის შეუფერებელი საქციისათვის წავიდეს ეპარქიიდან. აი ასეთი რამე გავიხედე და მე ასლანმა ბინა მაჩუკა და რემონტში ვარ ერთ ბავში წაერში ავოგანგლული რაღაცა ვეთქვი რა წავიდეს კაცო ახლა ვიწყებ ცხოვრება. ხოც მეორე წელი იყო უკვე ერთ წელი გავიდა და იქ მომიწყეს პატარა ეწყინათ რომ პროვოკაციაზე წამოგაგეს. აქ ცხოვრობთო და არა გვაქვს ბინაო და შევინახა რაღაცა ერთ წელია რა ჩამოხედი უკვე სახლი გაჩუქეს რაღაცა და გამოვიქეცი ახლა პატრიარქთან მეთქი როგორ უამისოთ მეთქი როგორ გადავწყვეტ წასვლა რაღაცას და მოვედი და არ იყვაქა და დამხვდა ბორჯომში დავატე ხელი და ვინც ბრძანება დაწერა ეხლა არც იმის გვარს ვიტყვი ძალიან მიყვარს ის ადამიანი არის ახლა ცოცხალი ო როგორ არა უსაყვარლესი ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება იყოს ახლა არჩევნებში ძალიან მაგარი აი ესეთი ნამდვილი მღვდელმთავარი და ნამდვილი ბერების აკადემია აქვს რა ნუ მივხვდით უკვე ხო მისახვედრია გენაცვალე და ასე რომ ჩავედი ახლა ლიკანში და უწმინდესო ასე ვიკლაგნები ახლა იმერულა და მეთქი თქვენ უწმინდესო რაღაც მეთქი ინციდენტი ვიცი კაცო ვიცი მოდი აქ შერი იქნები ახლა შენ ნარბენი შემოდი და ვიქტორა ამოვატანიეს ვიქტორაც იქ იყო მაგისი წამიკო ახლა და ბატონი ვიქტორო ამოიტანა რა ფორმარილი კაშანა ახლა მე რა მეჭმება კაცო ჯერ ვიცი ამირან მაჩვენე ხელებიო ასე დამაწყობია ხელები ასე დაუწყვეტა ამ ხელები ღმერთმა რომ მოგცაო ვერ გამოიყენებო როში გამოვიღო უნდა გეთხლიშაო მაგის ის ერთია როგორ გაგიბედა ჩემ გაგზავნილ ხდელსო ესეთი რამე როგორ გაბედეს ჩემთან შეუთანხმებლად წადი და იმსახურეოს ადამი არ გეტყვიო იქნები იქო რაღაც აი ესეთი მეთქი ეხლა ჭამრო და აი ესე გავიშვა ესე ბათუმში ესეთი რაღაცა ერთი არ მახსოვს ამ რა ვიცი 30 წელი და რაღაცა თუ რამდენია ვეღარ წვეთქვი 45-ია საერთოდ და ისე რა ვიცი ჩემო კარგო ერთხელ ხო შეიძლებოდა
ან წენოდა რაღაც აბა ან რაღაცა შასე. აი გამოეხატა ერთადერთი ცოტა რომ საუბრობდით და თუ არ მოწონდა მე ცოტა ძალიან თამარ ხომატყოფ არა როგორ კაკანაბაბუა რასა? და შეიძლება რაღაცა მეც მეთქვა ხმამაღლა და ხო კარგი დავტოვებ და ესე და წავიდოდა ესე ერთხელ შენიშნა არ მოუწია და არ გადაუმოწმებია კიდე გიორგი რასაც დამავალებდა მე 1-2 ეკლესია ბათუმში გავაკეთე და ერთი აქ ჩვენთან მეორე მიკროს ასასრულეთში პატარა ტაძარი ვატიკანის კედელთან ასე მოეხმარე რა ხალხს და გავაკეთებინე და რაღაც ესე რომ ერთხელ არ გადაუმოწმები ვარ კურთხევას რომ მომცემდა იცოდა რომ მე ნამდვილად ყველაფერს უმაღლეს დონეზე გავუკეთებდი და ეს ძალიან მომწონდა რომ რა ვიცი ჩვენი ურთიერთობა იყო კლასიკური რო იყვიან მეგობრულიც მამაშვილურიც რა ვიცი და დღეს მე ამას გამიცდი როგორც მართლა საკუთარი მშობელი და ჩემი ხალხს მადლობა მინდა უთხრა ჩემ ერს რომ ასეთი რამ რაც დღეს ხდება და ხვალ ზე კიდევ და ჩვენ კიდე არ ვიცით რომ იქნება ერის შემოbrunება მოხდეს იქნეს ეს გაბოროტებული ნაწილი ცოტა დააფიქრდეს ხალხო ნახეთ ასეთი კაცი ყოლია ასეთი მსოფლიო დონის ტიტანი აი ტიტანი კაცი ლომი რო იტყვია მე ლექსი მაგა და პრაიდი ჩვენი ლომის პრაიდი ვარ ჩვენ მაგისი და როგორ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ როგორ მამის სიტყვა არ უნდა აღვასრულოთ ჩემო ძვირფასებო და ამასთან დაკავშირებით აი ჩვენ რო ცოტა უცნაური ერი ვართ მაქვს მიმართვა ერისადმი ლექსის სახით და თუნებას მომცემ კი მამო რასამო პირიქით ისე მიხარია დავფიქრდეთ ერო განსაცდელები და სასჯელები დაბადებიდან თან დაყოლია ტრფობით ეწამა დიდი რუსთველი და წიწამურთან მოჰკლეს ილია ურჯულოებმა როგორ შებღალეს გურამიშვილის სულის საუნჯე არ შეიბრალეს ბარათაშვილი მისი მერანი ვერ დაამუნჯეს გალაქტიონი ლირს დაემსგავსა დარჩა ყველასგან მიტოვებული მისი სახელის გაუკვდავებად ქვეყანას დარჩა მისი კრებული გრანელს შეუკრეს თეთრი ხალათი არ დაეწერა სიტყვა მართალი წოთიშაფელში მეფობს სიყალბე ვერ ვინიპოვა აქ სამართალი სულხან საბასთვის ვერ გაიმეტეს მონასტრის გარეთ ერთი კელია საკუთარ მიწას მოსწვიტეს ბერი სხვაგან ეწამა დიდი გენია სოფელ ჩოხიდან მოვიდა ბიჭი გულანთებული ავსილი ნიჭით ჩვენი გოდერძი შიერი მოკლეს პატიოსან ხალხს ყოველთვის გვიჭირს კიდევ რამდენი დავასახელო ერის სირცხვილად კმარა ნიკალა კიბის ქვეშ მოკვდა დიდი მხატვარი შურმა და მტრობამ არ გადიკარა დავფიქრდეთ ერო ჩვენს მომავალზე საკუთარ შვილებს როგორ ვექცევით ჩვენც დაგვიდგება განკითხვის ჟამი და უფლის რისხვას ვერ გავექცევით რომ უფალი შეიძლება გვადროვებს უფალს დიდი მოთმინება აქვს ჩემო საყვარელო და ჩვენ თუ არ მოვეგეთ გონს მე ისეთი კაცი სასჯელები შეიძლება მივიღოთ რომ ბევრი გაოცებული რჩება ხოლმე ღმერთმა როგორ დაუშვა ესა თუ ის ცოდვა ჩემო გიორგი ღმერთმა კი არ დაუშვა ჩამდენმა დაუშვა ცოდვა და შემდეგ მას მოყვა ეშმაკისაგან ესა თუ ის ტრაგედია ესა თუ ის რაღაცა დიდი უბედურება და რა ვიცი ჩემო საყვარელო გიორგი მე მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც დაიძრება სრულიად მთავრობას მინდა ეხლა არაზოს არ მოვფერები ვარ ეკრანიდან ჩვენ არ მიყვარს ეგეთი მიუხედავად იმისა მე ყოველთვის ვიხსენებ მთავრობა და მხედრობა ყოველთვის ვიხსენებ ჩვენს წირვებში ლოცვებში მაგრამ მე მინდა მადლობა გითხრათ გენაცვალე ისეთი ბუნებრივები ხართ
ისეთი კარგები ხართ, როდესაც განსაცდელი მოვიდა და როგორც საკუთარ მამას თავზე დასტრიალებთ მის უწმინდესობას. დიდი მადლობა ამისათვის. დიდი მადლობა და მე უსურვებ ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს. იშვიათად ბევრი პოლიტიკური მოღვაწე მე სვიაზის დროს არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას ბატონო გიორგი და რაღაცა და ყველამ ჩემ თვალწინ როგორც უწმინდესის თვალწინ გაირბინა ამ თანამედროვე ისტორიამ მეც მის გვერდით ვიყავი და ასეთი ღირსება აი ზვიადის შემდეგ შეიძლება ითქვას არც ერთ პოლიტიკოს რაც ახლა ხდება ჩემთვის მე არ ვიცი როგორ შევაღწევ ხვალ მინდა ავიდე სამებაში და როგორ შევაღწევ ეხლა წინასწარ ნერვიულობ არა და როგორ არ ჩავეხუტო როგორ არ უგალობო როგორ არ გავაგონო ჩემი ხმა ისე როგორ გაუშვა ჩემი საყვარელი უწმინდესი რა ვქნა მე კი ხანდაზმული ვარ უკვე მაგრამ პატრიარქ ჩემი გაგონება როგორც აი კურნალობა ისე თერაპიასავით ქონდა რო გაიგონებდა ამირან სადახარ კაცო და მისაყვედურებდა ხშირად ვერ ავდიოდი მასთან სხვადასხვა მიზეზების გამო და ასე რომ მე მინდა მაინც ჩემი ხმა გავაყოლო მის უწმინდესობას რომელიც მას ძალიან უყვარდა და მე ჩემი ხმით და ჩემი ცხოვრებით არადოს არ შემიჩვენი არც ქართული ეკლესია და არც მისი უწმინდესობა შემინდე თქვენო უწმინდესობა კიდევ ერთხელ რა ვიცი შენ ხო გესმის ყველაფერი შენ მარა ცოცხალი იქნები ჩვენთვის მე არასდროს ვერ ჩამოვხსნი იმ სალოცავებში იმ შენ დიდ სურათს რომელიც ხატებთან ერთად მაქვს დაბრძანებული და ალბათ ხვალდაზე უფრო მეტ დატვირთვას მიიღებს ეს სურათი და უფრო მოგეფერები და ასე რომ სურათი და ეხა არის ხატი მარტო მე კი არა ყველა მე ასეთი ერთიანობა არ ჩვენ ერში და აქ მინდა აღვნიშნო გიორგი რომ ეს მარტო ქართველების მაჰმადიანებმა ხალხო რამაზანი შეწყვიტეს მაგენი ხო იცი როგორი ფანატიკები არიან და მექა და მედინა ხალხი იჭყლიტება ამითა ჩვენმა ქართველებმა თავი შეიკავეს დიდი ზეიმებისაგან შეიძლება სახში კი აღნიშნავენ წნარავ შვიდად მაგრამ არა ის არ ზეიმით და პატივი მიაგეს მის მადლობა ჩემო ძმებო მე ბათუმში ვცხოვრობ პირდაპირ ჩემს სახლის ქვემოთ არის თქვენი სალოცავი და იქ ცოტა სახლი მამო სახლი აბარა სახლი ორჯერ მაჭუკეს ბათუმში ჩემზე განებივრებული კაცი აჭარლებს როგორ უყარვარ არ ვიცი რა როგორ შევაყვარე თავი ნუ ეს რა თქმა უნდა მადლობა ყველას აჭარლებს იმერლებს კახელებს თელ საქართველოს თელ უცხოელებს რაც ეხლა დაიძრებიან და ჩვენსკენ ჩამოდიან როგორც ვიცი და რა ვიცი საქართველო დავხვდეთ ღირსეულად დავხვდეთ სიყვარულით ყველა მივიღოთ ყველა ეს ჩვენი დახვედრა იგივე პატრიარქი ხვდება მათ და ჩვენ უნდა გავხვდეთ ეხლა მასპინძელი და პატრიარქის ის სკოლა რაც მან ჩვენ დაგვიტოვა აი აქ უნდა ჩავაქსოვოთ და თენ სოფლიოს კიდევ ვაჩვენოთ როგორები ვართ ჩვენ როგორ ვიცით ზეიმი როგორ ვიცით გლოვა და ყველაფერი აკადემიური გვაქვს დიდი ისტორია გვაქვს და ამ ისტორია დღემდე პატრიარქმა მოგვიტანა და ჩვენს ეს დროშა პატრიარქისა არ უნდა დაუშვათ პირიქით უნდა განვითარდეთ და უნდა წინ წავიღოთ და უფალთან პირნათელი წავდგეთ ყველანი მერთმა დაგლოცოთ მერთმა წარმატებები მოთფინება დიდი და ეს მე როგორ შევწელი დღეს რაღაცა არ ვიცი ფრაგმენტები ეს იყო ზღვაში წვეთი ჩემო გიორგი კიდე აუცილებლად მოგიწევთ მაგრამ რა ვქნათ მეტი ისე ვარ დაბნეული კიდე რაღაცები ძალიან დიდი მადლობა მამო აღარც კი მახსენდება ეხა თქვენ თუ დაბნეული ხართ მე არ ვიცი რო არ დაიბნევით მაშინ რა იქნება საოცარება ხართ იმდენი ეს სხვა მასალაა აუცილებლად მე ამ საათებს აუცილებლად გავაგრძელებ თქვენთან უდიდესი მადლობა ჩვენ ახლა ზუსტად ყველა მიცის რომ მე არ ვემზადები ხოლმე და აი ესე უცბად რა როგორც იყო და რა ლამაზი გამოვიდა რა და მადლობა მამო ამისათვის ერთი კითხვაც კი არ გამიმზადებია მამოსთან აი ესე საუბარი ესე მოყვა და უღრმესი მადლობა რომ ხარ ჩვენ დიდ პატივს გცემთ მამაო დაგლოცეთ თქვენ მთელი ისტორია ხარ, მთელი დიდი მემატიანი ხარ და აუცილებლად აი ეს გაგრძელდება, პირობას გაძლევთ. მაგრამ სუდაგირეკავთ ხოლმე რომ ოღონდ თქვენ მოვცანით. დიდი მადლობა. რაც შემიძლია
ჩემი თავი იმსახურე ჩვილო. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც აი ადამიანი რო გაგიცნობთ, ინანებს რო აქამდე როგორ არ გიცნობდათ. რა დიდი მადლობა. თქვენი სიალალის გამო. იმიტომ არის მამაო რო ესეთ ლამაზ ლექსებს წერთ და ესეთ ისტორიას ქმნით. უდიდესი მადლობა მამაო, მართლა ცოცხალი წიგნი ხარ ჩვენი ეკლესიის, დიახ. პოეზია მიყვარდა ბავშვობიდან. დიდი მადლობა მამაო. უღრმესი მადლობა. თქვენი ერთი სამი მოსვლა და ჩემი ხართ ყველანი უკვე მესამე ბრძანდები შენ და ძალიან მიყვარხართ ყველანი მე. ვიცი მამაო, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა მამაო. თქვენ გავგზნოთ. ირინას ჩემს და აუ მაგარ ისტორიას მოგიყვებით ერთხელ აუ ბოდიშით რა უნდა ისე იმას ქნა შემოსასვლეში ხდება მამაო რა და მამაოსთვის არ დამირეკავს და მეუბნება შენო ხო ჩემნაირ მღვდელსო არ მოიყვანო რა ვიღაცა უწვერო მღვდელი გეყოლება ვიღაც ბავშვიო ეხლა სტუმრათო და კარი იღება და კითხულობს მამა თეიმურაზი შემოდის ქორიძე რა და უკაცავათო გიორგისთან ვარო დარასელიასთან დაცვას ეუნება და აუ მეთქი ეხა მამაო მესარ დაინახოს და დაინახა და მამაო საერთოდ როგორი პატარა სახო ის და ანგელოზი კაცი ერთად ფოტო რო გადავიღეთ მაგ ფოტოს აუცილებლად მე შემდეგში ჩავდებ აი აქ დიახ დიდი მადლობა მამაო უღრმესი მადლობა რომ ხართ რა და დროები წავიგე კარი იღებ და ზუსტად ცეთი მღვდელი შემოვიდა ახალგაზრდა მაშინ მამაოთან ისეთი იყო ჭაბუკი იყო საოცარი ადამიანი მადლობა რამდენს იცინოდა ხო უთხარით და ხო ამბობდიო აი ესეთი მღვდელიო და ასე ხივილით დავამთავრე ხო აი ესე ხივილით გახიმება უყარდა და ეგრე უყარდა დიდი მადლობა მისაწვიდესობას ხიმილით უღრმესი მადლობა მამაო მადლობა რომ ხართ და აუცილებლად მოგიწვევთ კიდე ახლო მომავალში ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს მამა დავით კონჯარიასთან ერთად დაგიბრუნდებით აუცილებლად ეხა მამაო შეხვდება კიდევ კაი ის იმას დიდი წვერი აქვს და ის და არაფერს არ იტყვის მადლობა დიდი ძალიან დიდი მადლობა წარმატებები კარგად ერთოთ აუცილებლად დაგიბრუნდებით ცოტა ხანში დიდი მადლობა მამაო რომ ხართ დიდი მადლობა Thank you.